გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი თითქმის დანამდვილებით მიზნად ისახავს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას. ქართული ოცნების მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში გააზარდოს თავისი გავლენა. წავიკითხე ეს ინფორმაცია და მე ვეძებდი გაგრძელებას. ანუ ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ უბრალო მომაკოდავებმა თუ რა გარემოა ასეთი შექმნილი, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში თავისი გავლენა გააზარდოს. და რა გამოდის, ჩვენ გვეგონა, რომ დიდი ხანია რუსეთის გავლენის ქვეშ ვართ, რომ ქვეყანას მართავს პირადად პუტინი რუსული რეჟიმის მეშვეობი და თურმე ეს ჯერ ასე არ ყოფილა? ხოლოდ ახლა დაისახა რუსეთმა მიზნად საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნება? ცოტა დავიბენი მეგობრებო. ანუ ტყუილა ვისწავლე ბალალაიკაზე დაკვრა? ტყუილად დავდივარ ვალენკებში, ტყუილად გავცვალე ჩემი ძველი Volkswagen-ი Zhigulis 06 მოდელზე და უკვე დიდი ხანია შინ მხოლოდ რუსულად ვლაპარაკობ. მართალია მარტო ცხოვრობა და კედლებს ველაპარაკები ტროცკისა და მოლოტოვის ენაზე, მაგრამ მერე რა მთავარი ფაქტია. რაც საინტერესოა, კედლების უკვე რუსულად მპასუხობენ და ამ დროს თურმე ძალიან გამისწრია მოვლენებისთვის. რუსეთი ჯერჯერობით თურმე მხოლოდ ახლა ისახავს მიზნად საქართველოში თავისი გავლენის სფეროს დაბრუნებას. საინტერესო, ეს რას ნიშნავს გავლენის სფეროს დაბრუნება? ცოტა შემაშფოთებულად ჟღერს ეს ინფორმაცია. რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? საქართველო წითელ ხიდამდე დაიპყროს? მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ ახლა ვღლიცინებ. მე კომენტარს უკეთებ ძალიან სერიოზული ორგანიზაციის, ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებას. და როგორც მოგახსენეთ, ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე, მე გაგრძელებას ვეძებდი მეთქი. ანუ რაღაც ნიშნები უნდა არსებობდეს, კონკრეტული მინიშნებები იმისა, რაც დაზვერვამ ბრძანა. მაგრამ ეს იყო და ეს, მეტი არაფერი უთქვამთ. იმის არ იყოს ჭიჭე ვაშაძე დიდი ხანია ჩელაბინსკში რომ იღვიძებს და ჩვენს იქ რომ გვაღვიძებს და ამ დროს კი ჩემი ფანჯრებიდან ყოველ დილით ისევ და ისევ თამარ მეფის გამზირი მოჩანს. ანუ სრული სიცრუე, სრული პროფანაცია, სრული აფერიზმი. რას გადაგვეკიდნენ ეს დასავლელები, რა უნდათ ჩვენგან? ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულია, ჰიტლერმა მთელი შტაბი დაიბარა, ლანძღავს, აგინებს. ომი როგორ წამაგებინეთ ამ რუსებთანო? უცებ მოიხედავს და ხედავს, რომ შტირლიცი მოხოხავს და ჰიტლერმა ამოიოხრა. ამანაც ხომ გამიჭირა საქმეო. ორიგინალში სიტყვა გამიჭირას ნაცვლად გაცილებით უფრო უხეში გამოთქმაა, მაგრამ კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავს უფლება ვერ მივეცი ობსცენური ლექსიკა გამემეორებინა. ხო და მეც იგივეას ვიტყვი. ამათაც ხო გაგვიჭირეს საქმე რა. რას მოედები? თუ რამე კონკრეტული სათქმელი გაქვთ, თქვით და იქნებ დაგიჯეროთ და ავდგეთ და გამოვიდეთ და რუსეთს დავანახოთ, რომ ძალა ერთობაშია. მე რუსეთსაც ხომ ისე შეეშინდება, რომ თავქუდ მოგლეჯილი გაიქცევა ამ პლანეტიდან. მე არ ვიცი თუ როგორ აპირებს რუსეთი საქართველოს დაბრუნებას თავისი გავლენის სფეროში. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რუსეთისთვის დღევანდელი ვითარება ხელსაყრელია. ცუდი მშვიდობა ურჩევნია კარგ ჩხუბს. 99% ვარ დარწმუნებული, რომ სანამ რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციას არ მოახდენს, სანამ არ აღდგება თუ აღსდგება დიპლომატიური კავშირი რუსეთსა და ჩვენ შორის, აი რაც დღეს ურთიერთობა გვაქვს, ამაზე მეტი არ იქნება არაფერი. გასაგებია, რომ დღევანდელ დასავლეთს ძალიან უნდა აქ არეულობა. ეს ორჯერ ორივითაა. უნდა გასაგები მიზნების გამო, რომ რუსეთი ჩვენით დაკავდეს და დასავლეთისთვის ჯერჯერობით არ სხელოდეს. ეს ყველაზე უფრო ბალტიის ქვეყნებს უნდათ. იმიტომ რომ ისინი ძალიან შეშინებულნი არიან იმ აზრით,
რომ როდესაც რუსეთი უკრაინის საკითხს გადაწყვეტს, ასე თუ ისე, მე ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დასრულდება ის საშინელება, ხო და ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი მერე მათ დაესხმება თავს. ვერაფერს ვიტყვი, ასე იქნება თუ არა და ამას ვერც ვერავინ იტყვის, მაგრამ ახლა ამაზე არაა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ დასავლეთს უნდა აქ სისხლის ღვრა და დროის მოგება, რომ თვითონ უფრო გაძლიერდნენ იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი პარიზისკენ ისევ გადაწყვეტს სვლას. მოკლედ, გაუტიე მე ახლა საერთაშორისო საქმეებში, მაგრამ ჩემი დღევანდელი სიტყვის მთავარ აზრს ვიტყვი და დავასრულებ. ამერიკის დაზვერვის სააგენტო გამოთქვამს რაღაც აზრს, მაგრამ კონკრეტიკას არ იძლევა. ანუ უბრალოდ სიტყვაზე უნდა დაუჯეროთ, იმიტომ რომ ამერიკაა? ჩვენ უკვე დიდი გოგო ბიჭები ვართ და სიტყვაზე არავის ვუჯერებთ. ასე რომ ფაქტები დადეთ, მისტერებო და მისისებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.